მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ეს ბათუმია მოქალაქეები პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები ისე უკრიბებიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 298 დღეა გრძელდება ეს საპროტესტო აქციები ქვეყანაში და არ მხოლოდ დიდ ქალაქებში როგორიც არის ბათუმი და თბილისი არამედ მთელ ქვეყანაში ყველა მუნიციპალიტეტში დღეს ისმის პროტესტის ხმა და მოქალაქეები ძალიან ხმამაღალი განაცხადა რომ ისინი არ დაუშვებენ ამ ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე გადაყვანას და არ დაუშვებენ იმას რომ დიქტატურა დამყარდეს ამ ქვეყანაში ჩაკეტილი დარჩეს გზა ევროპისკენ და პირდაპირ საფრთხე შეუქმნას საფრთხე ივანიშვილის რეჟიმმა მიტაცებული ძალაუფლებით ხელში ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას. ამიტომ მოქალაქეების განაცხადი არის ძალიან მკაფიო, რომ ეს ბრძოლა არ შეწყდება, არ შეჩერდება, ვიდრე პირდაპირ მნიშვნელობით აქვს საფრთხე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას, ამ ქვეყნის თავისუფლებას, ამიტომაც მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში და ძალიან მკაფიოდ ჩანს მოქალაქეების შემართება, რომ ისინი არაპირებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას. მე დღეს ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს კონკრეტული პრობლემის შესახებ მინდა ვესაუბრო, პრობლემა რომელიც ძალიან თვალსაჩინოა განსაკუთრებით ბათუმისთვის. ბოლო 2 დღეა მას შემდეგ რაც ძლიერი წვიმებია ბათუმში და არის შტორმული ზღვა, მაგრამ შტორმული ზღვა არავის არ უყვირს პრინციპში ბათუმში, ვინც ბათუმში ცხოვრობს, მაგრამ ბოლო შემთხვევაში გუშინ და გუშინ წინ და დღეს ასევე ზღვა არის უჩვეულოდ მღვრიე. ამას ჯერჯერობით სამთავრობო უწყებები არაფერს არ ამბობენ, მაგრამ საუბრობენ სპეციალისტები, მაგალითად ეკოლოგი, ზღვის ბიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ისტორიის განმავლობაში შავი ზღვა ასეთი მღვრიე არასდროს არ ყოფილა. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. მან სპეციალური ხელსაწყოებით შეისწავლა ამ სიმღვრების მაჩვენებელი და თქვა, რომ ეს არის კატასტროფული შედეგი, რომელიც პირდაპირ უქმნის საფრთხეს ზღვის ეკოლოგიურ სისტემას და ეს პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ მდინარეებიდან ვერ შემოდის საკმარისი ინერტული მასალები ზღვაში, იმიტომ რომ მდინარეებში, როგორც არის ჭოროხი ან აჭარისწყალი ხდება, როგორც ლიცენზიით, ასევე ლიცენზიის გარეშე, მაგრამ ლიცენზიითაც რომ ხდებოდეს, გამარტავ სპეციალისტი, ყოველგვარი გარემოს დაცვითი გააზრების და გარემოს დაცვითი ინტერესების გარეშე ხდება ინერტული მასალის ამოღება და მდინარეების პრობლემა აჩვენებს ეს პირველ რიგში ამბობს არჩილ გუჩმანიძე. ასე მან ხაზი გაუსვა იგივე ჩვენთან ინტერვიუში, თქვენ შეგიძლიათ არჩილ გუჩმანიძესთან მთელი ინტერვიუ ნახოთ ბათუმელების ვებგვერდზე, როგორც ბათუმელებზე, ასევე ნეტგაზეთზე. სადაც ლაპარაკობს, რომ მდინარეების პრობლემის გარდა ეს აჩვენებს ხელოვნური კუნძულის პრობლემას, მის გავლენას ეკოსისტემაზე, გარემოს დაცვაზე და სწორედ შავი ზღვის უჩვეულო სიმბრივე, რაც დაფიქსირდა ბოლო დღეების განმავლობაში, აჩვენებს არა იმას, რომ ზღვა უბრალოდ მღვრია და ფერი შეიცვალა, ან ასეთი ზღვა ჩვენ მანამდე გვინახავს, არამედ იმას, რომ ეს არის კატასტროფული მდგომარეობა და ის ამბობს იმას, რომ ეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს ტურიზმს, რადგან ტალახში ბუნებრივია არავინ იბანავებს, მე გიკითხავ ციტატას, ტალახში არავინ იბანავებს, აღარც ტურიზმი გვექნება, რაღაც გვინდაც მშენებლობები. ამ კითხვას სვამს ზღვის ბიოლოგი, თქვენ სვლად ეს ინტერვიუ შეგიძლიათ ნახოთ ბათუმელების გვერდზე. მე მინდა პროევროპული აქციის მონაწილეებს ველაპარაკო ახლა ამ პრობლემაზე, ისინი რას ფიქრობენ და ვის პასუხისმგებლობას ხედავენ იმაში, რაც ბოლო დღეების, ამ ბოლო გაწვიმების შემთხვევაში ძალიან მკაფიოდ ჩანს ბათუმში.
მოგესალმებით. მოდით რომ გაწუხებთ, რომ გაგესაუბროთ. მოდით თქვენი დავიწყებ. შავი ზღვის პრობლემაზე მინდა რომ გითხოთ სიმღრივეზე, რომელიც ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ბოლო გაწვიმების შემთხვევაში. დღეს ეკოლოგია საუბრობდა ამის შესახებ, არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ეს არის კატასტროფის მაჩვენებელი და პირდაპირ აჩვენებს როგორი პრობლემა აქვს მდინარეებს, რომელიც ამარაგებს ზღვას, ხო, ინერტული მასალა. აბა, ეხლა ვიცნობოდი ზუსტად მაგ ინფორმაციას მთელი დღე ვიყავით და ზუსტად არ ვიცი და ეხლა აი Facebook-ზე ამოვიდო ამასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად პრობლემურია და რასაც ვკითხულობდი, რაღაცა სხვა. პირდაპირ საფრთხეს უქმნისო ტურისტს ამოსამდა არჩილ გუჩმანიძე, იმიტომ რომ თუ კი არ იქნება ზღვა და იქნება ტალახი, ზღვის ნაცვლად და დაზიანებული და განადგურებული ეკოსისტემა ზღვაში, ბუნებრივია ასეთი ზღვა არავის არ მოუნდება, ხო? ტურისტული სეზონი რითაც დაუშვათ ბათუმი ფეხს იკიდებს არის ზღვა და ის თუ ტალახიანი იქნება და ადამიანები ვერ ისარგებლობენ როგორც ზღვას, ვერც ზღვის სანაპიროს, რა თქმა უნდა იმოქმედებს. და ყველაფერი მოქმედებს მე თუ მკითხავ უკვე ტურიზმზე. ყველაფერი გასამართი ამ ქვეყანაში როგორც ტურისტულად. მე რასაც ვუყურებ, ყველაფერი გასამართი, არა მარტო ზღვა. ნუ ზღვა არის, იმიტომ რომ ადამიანი ზღვაზე მოდის დასასვენებლად და ნომერ პირველი მას სჭირდება სუფთა წყალი, მოწესრიგებული სანაპიროები და ასე შემდეგ, მაგრამ მარტო ეს არ არის პრობლემა. ყველა სეგმენტში პრობლემაა ტურიზმთან დაკავშირებით. ყველა სეგმენტში. შევხედავთ მწვადი ჭამოს ადამიანმა ეს არ არის ტურიზმი. ტურიზმი ძალიან ბევრი რაღაცა ჭირდება. ხო, ეგ ის შემთხვევაში შევხედავთ იქ მდინარეებს, ხო, მდინარეებზე რა ხდებოდა მთელი წლების განმავლობაში, როგორ იღებდნენ იქიდან ინერტულ მასალებს, ლიცენზიიდან ლიცენზის გარეშე, მაგრამ არჩილ გუჩმანიძე ხას უსვამდა იმას, რომ ლიცენზია რომც იყოს გაცემული, ხშირად ეს ლიცენზიები გაიცემოდა ყოველგვარი გარემოსდაცვითი გააზრების და გარემოსდაცვითი ინტერესების დაცვის გარეშე. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ ამ კუთხით? მოგეუბნებით, ამაზე ვერ ვისაუბრებ, არა ვარ ამ საკითხში. ეხავს ნახულობდი და აჩვენეს და თქვენს რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ზღვა, აი ტალახი, ჭუჭყი რაღაცა და ეს ნამდვილად ეს ინფორმაცია რო გავა ტურისტები პირველად მაგას ნახულობენ, ხო? აი რა არის. გარდა ამისა, ეს ძირითადი პრობლემა, რაც ისეთ ადგილებში, სადაც ზღვა წამყვანია ტურიზმისთვის. გარდა ამისა, სხვა პრობლემებიც აქვს. სულ ამბობ, რა იწვიმიანი ბათუმისთვის არაფერი არ აქვს შეთავაზებული ტურისტებისთვის. არაფერი. აი ხო შეიძლება ესეც მორგებულად გააკეთო და რა შეთავაზო ტურისტებს. და სპეციალური სერვისები არსებობდეს იწვიმიანი ბათუმისთვის. ძალიან ბევრი. აი სხვა ქვეყნებს რო გადავხედავთ, მეც ვიყავი ხა წასული და ისეთი აი ყველაფრის გადმოტანა მინდოდა საქართველოში მოკლედ და ამას რატო არ აკეთებენ ვერ ვხვდები, რატო არ მიდიან ჯგუფები, რატო არ სწავლობენ, არ ჩამოაქვს თუნდაც შენი წაუღო სხვას, მაგრამ მე რასაც უყურებ, ბევრი გვაქვს აქეთ ჩამოსატანი, რომ აი ტურიზმი ერთიან სივრცეში მოიაზრებოდეს, არა მარტო ჩავიდა ზღვაში, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, ისიც არ ვარგა და არ ივარგებს, შევიდა სადღაც რესტორანში, ჭამა ხმდა და მწვადი. აი ამ ასპექტშია ტურიზმი. ესეც რა დამაჯერებელია, პროდუსერს ეგვეუბნებიან, რომ ზღვა სუფთაა. თქვა თუნდაც მანამდე ბოლო დღევამდე რა განცხადებებიც კეთდებოდა ამ კუთხით, რომ აი ჩვენ ვამოწმებთ ზღვის წყლის ხარისხს და ის სუფთაა, იდეალურია. მაშინ როცა ვიცით რომ პრობლემებია და კანალიზაციის სისტემა თქვა არ არის ჯერ კიდევ სრულად, ხო? იგივე ახალ ბულვარში და ქართულ კორპუსებში კანალიზაციის სისტემა არ არის. კანალიზაციის სისტემა არ არის და არ ვიცი ხა თუ ყოფილხართ ამ ბოლო დროს ფიზიკურად ვერ გადავიდა. ისეთი საზიზღარი სული, აი ახალი ბულვარის იქ. კი, ადლის გამწვენაგებობასთან განსაკუთრებით. კატასტროფაა ამას ვაქნევდი. გავიარე, გამოვიარე, მეთქი რა ხდება. ეს რა არის რა საშინელება, ვეღარ ვწლებს უკვე. ხშირად არის გაუსაზრდელი და არავინ ამას პასუხს არ ძემს. მე ერთ-ერთ იქ მაცხოვრებელის ქირით გონდა აღებული ბინა და მქონდა საუბარი და გაუსაზრდელი მდგომარეობა უნდა დავტოვო ბინა, რომ იქნებ აქეთ მიშოვო სათმეო. ეხლა იქ რაღაცა ფინანსურად უფრო დაბალია ფასი და მაგრამ ვერაფრით ვეღარ გავძლებ. ესეც ზღვასთან ახლოს პირდაპირ ამ ზონაში, იქ რა ხდება და რა ჩადის, კიდე ესეც არ ვიცით. არ ვიცი, აი აბსოლუტურად. რომელ სეგმენტზე ვისაუბრო, რომ პრობლემა არ იყოს. ყველაზე ნაკლებად მინდა იყოს პრობლემა ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ყველაზე კარგი მინდა იყოს ჩემი ქვეყანა, ყველა სპექტრში, ყველა სფეროში, მაგრამ არ არის სამწუხაროდ.
დიდი მადლობა თქვენ რომ გამოხატეთ მოსაზრება. თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ ამ კუთხით, თქვა თუ იყავით იგივე დღეს ან გუშინ ზღვის სანაპიროზე, თუ ნახეთ ზღვის ეს ჩვეულო სიმღერა სელექცია ნახე და წლების განმავლობაში მუშაობდი სახანძრო სამშობლო სამსახურში, კერძოდ ჩემი ტერიტორია იყო გრიგოლეთი. და აი ყოველ გაწვიმებაზე ეს თიდან ჩამორეცხილი ჯერ მარტო ჩამორეცხილზე და სტიქიურზე არ მაქვს საუბარი, უბრალოდ ხალხიც უნდა იყოს ისე აი ნაგავი არ უნდა ჩაყარო მაგალითად მდინარეში. ეგ ყველაფერი შემოდიოდა გრიგოლეთში შემოედინება მოგეხსენებათ მდინარე სუფსა და ეს დაგროვილი ნაგავი აი საყოფაცხოვრებო გადაყრილი ეგეთი რაღაცები იმდენი შემოქონდა ყოველ სეზონზე ყოველ გაწვიმებაზე პლიაჟის უსავსე იყო ამ საყოფაცხოვრებო ნაგავით იმას თავი რო დავანებოთ მოგლეჯილი ხეები და ასე შემდეგ რა ეხლა რასაც სოციალურ ქსელებში უყურებდი ანალოგიური სიტუაცია არის აქაც რა აი ეს თუნდაც ერთია რომ ნაგავი იყრება და ამას არავინ არ აკონტროლებს მაგრამ უმთავრესი პრობლემა და კიდევ უფრო დიდი მასშტაბის პრობლემა არის ის რომ იღებენ ინერტულ მასალებს მდინარეებიდან უსისტემოდ ირღვევა მდინარის ეკოსისტემა და შემდეგ მდინარე ვეღარ ამარაგებს ზღვას და ხდება ის რასაც ეხლა ვხედავთ სანაპიროზე სამწუხაროდ ეხლა რომ აუყვებით ჩვენ მდინარეებს იმდენ ადგილზე ითხრება ეგ მიწები და არ ვიცი ეხლა მე ვინ ლიცენზიით და ვინ ხათრით და ვინ მეგობრობით და ძმაკაცობით მაგას ვერ გეტყვი ალბათ უფრო თავისი სპეციფიკა აქვს მაგას და პროფესიონალები უნდა ჩაერთოს მაგაში უბრალოდ რომ ხედავ აი თუნდაც ხა იმდენი მასალა მოდის და იმდენს ხედავ რომ აი უბრალოდ ეგ ხო ყველას ჩვენი მდინარეებიდან ამოდის და მოაქვს და კი ბატონო, თუ ყველაფერი რიგზია და ლიცენზირებულია მესმის რაზეა საუბარი, მაგრამ დავით ცოტა საერთოა რა. მაგრამ ლიცენზია თქვენთვის ნიშნავს იმას, რომ დაცულია გარემოსდაცვის ინტერესი. იმიტომ რომ ეს რა გვაქვს დაცული ქვეყანაში. ხო, იმიტომ რომ შეიძლება ლიცენზია ფურცელზე არსებობდეს, მაგრამ აი ისეთი სფერო მქონდა, რაზეც 100%-ით დაეყნობი და ეს ნაღდია და ნამდვილია ვიტყვი, ხო? მე ვიცი მაგაზე თავს ვერ დავდოდა. არც შემთთვის პარატნია ფურცელი არ ნიშნავს არაფერს ლიცენზია გვაქვს და всё. მაგას უფრო საბრძოლველად უნდა კვლევა და ასე შემდეგ. აი შეეხება მდინარეებს უნდა გაუქმდეთ, ბუნებას უნდა გაუქმდეთ, ხეები არ უნდა მოუჭათ ასთავარია. ესე უკანონოდ და აი კიდევ ვინახეთ ყველა ჩამოგლეჯილი და ჩამოჭრილი ხე პლიაჟზე ხარა, რაც მე სოციალური ქსელით ნახე. დიდი მადლობა რომ გამოხატეთ მოსაზრება. მოდით ზვიად ცეცხლაძის დედას მოусმინოთ საღამოშვიდობისა. რა შეგიძლიათ გითხრათ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით? თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და რა უნდა იყოს ამ დღეს რა? როგორი ფორმით უნდა გამოიხატოს პროტესტი? თქვენ რას ემხრობით? და პროტესტები და მე მგონია რომ ხალხი გამოვა. სადაც მივედი, ყველას აქვს იმედი. ალბათ ღმერთი დაგვეხმარება. მაქვს იმედი სასწაულს. და ასე მგონია რომ ყველა ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ყველამ ერთმანეთს ჩავყიდოთ ხელი და ერთად დავდგეთ სანამ სიმშვიდე არ გვეღებს. რას ეტყოდით თანაქალაქეებს ასევე ვინც ამბობს რომ აი რა აზრი ექნება რომ გამოვიდეთ და იყოს კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია რა შეიცვლება ამით? აი ყველამ რომ მივიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა გადამწყვეტი პერიოდი მგონია ეს 4 ეს გადამწყვეტი პერიოდი ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი და ერთად უნდა დავდგეთ და დავანახოთ ეგრეთ წოდებულ რუსულ მთავრობას რომ ჩვენ ჭირდება ქვეყანა მარტო რუსეთი კი არა ჩვენ ირანელებიც და არაბეთიც ეს საშინელი ქვეყნები ტერორისტული ქვეყნები არის შემოსული და ვინცად რას ააფეთქებს ანუ საფრთხეებია თქვენ ამას გულისხმობთ რაზეც რისის გააზრებაც არ ხდება ხო? აი 1-10 წელიწადიც არ დავჭირდება და ქართველები უკვე გადაშენების პირას ვართ და აბაომი გინდა სიშით ჩვენ მოქალაქეები ისე ცოტა დადის ქუჩაში და იმდენად სხვა ეროვნებები დადიან რომ წუხარ ტურისტი ნამდვილად ალბათ არ დაგქონდეს ჩვენ ჩაკეტილი კარი ხო და არც ერთი წინამდეგი არ უნდა ვიყოთ თუ კი ისინი შემოიტარებენ მithumedes ინვესტიცია საფრთხე ჩვენ ვიცით საიდანაც მოდის საფრთხე მოდის რუსეთიდან
რუსეთიდანაც მოდის და ეგრეთ წოდებულ ტერორისტულ ქვეყნებიდან. ტერორისტული ქვეყნები ასეთი რომელია? ტერორისტული ქვეყანა ვიცით რაც არის, ხო? არის რუსეთი. ქვეყანას გავუხსნა უგიზო, ხო? ირანი, სირია, ესეთი, აბა რა, 7 ხალხი შემოაქვს როგორ გიყურეთ და მასე იყიდება ბინები და მოსახლეობა. ჯერ ვერ გძნობია. აი ცოტა ხანში ნახავთ რა საფრთხე გვემუქრება. ჩვენ ხო რუსეთი არ გვახარებს, არც ეგენი არ გაგვახარებენ, ასე რომ ჩვენ საფრთხე გვემუქრება და იმედია ეგრეთ წოდებული ვინც მხარს უწევთ ქართულ ოცნებას, დროა ქვეყანა გადაარჩინოთ, თორე ცოტა ხანში თქვენ შვილიშვილები ვეღარ ითამაშებენ სტადიონზე. აი თბილისში ძალიან ბევრი წუწუნებს რომ გავალთ სათამაშოდ და იმდენი ინდოელია და იმდენი არაბი რომ ჩვენი ქართველი ბავშვები მოედანზე თავისუფალი ადგილი არ არის რომ ითამაშონ და ეს გვინდა? აი ნახავენ თუ არ მიიღებენ ხმას რა. ზვიეთს როდის ესაუბრეთ ბოლოს და როგორია მისი გზავნილები გიოთ თომან აკავშირებით? ის უკან ზვიადი ბოიკოტის მომხრეა და ძალიან ოცნებობს გაერთიანებაზე კიდევ. აი მაინც ხო ოპოზიციას ვინც იღებს მონაწილეობას იქნებ ხალხს დაუდგენ გვერდში და ბოლო მომენტში ვარ ითქვან და გაერთიანდნენ რა. აი გახლეჩი ის მომენტი ცოტა სადაც თქვენ მოუწოდებთ იმ პარტიებს რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, ხო? იმიტომ რომ ყველანაირად გაყალბებულია და აზრი აქვს. არავინ როცა ვითომ ვიღაცები გვიცავდნენ ეგეც აღარ ყავს და ახლა ხო ვიცით რომ წაგებულია არჩევნები და გაყალბებული და რომ ცად გაგიყალბოს და მაშინ ლეგიტიმაციასაც არც შემთხვევაში გამართლებული არ არის. მადლობა. ზვიათს ხაძის დედა ნარგიზ დავითაძე, ხო? მადლობა. ეს ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქცია 298 საღამო მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში, აი მოწყვეტ საპროტესტო აქციებზე და ისინი არაპირებენ ამ ბრძოლის ამ წინააღმდეგობის შეჩერებას. ჩვენ ასე უსმენდით ზვიათსეწყალძის ბათუმელი სტუდენტის დედას 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და მოვისმინეთ პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების პოზიციები. მოდი კიდევ რამდენი მონაწილეს გავესაუბრები საღამოშიდობისა. ბატონო მალხას ბოდიში გაწყვეტინებთ. მინდა რომ გაგესაუბროთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოგეთ საინტერესოა შავი ზღვის ბოლო მაჩვენებლები არჩილ გუჩფანიძე საუბრობდა ამის შესახებ. ის არის ზღვის ბიოლოგი და ამბობს რომ კატასტროფული ვითარება მან სპეციალურ ხელსაწყოებით შეისწავლა სიმღერების მაჩვენებლები და თქვა რომ ისტორიულად არასდროს არ ყოფილა ასეთი მღვრიე შავი ზღვა. ეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს ეკოსისტემას და პირდაპირ აჩვენებს მდინარეების პრობლემას, რომ ინერტული მასალები ვეღარ შემოდის მდინარეებიდან ზღვაში და შეიძლება იყოს უზარმაზარი საფრთხე. იმით რომ შეიძლება ჩვენ ზღვის ნაცვლად მალე გქონდეს ტალახი და ტურიზმიც ვეღარ იქნება ჩვენი შემოსავლის წყარო, ასე ვთქვათ, ამ რეგიონში. რამდენი დამაჯერებელია თქვენთვის ეს ვერსიაც ლაპარაკობს არჩილ გუჩფანიძე. ხარობისგან ჩვენ არაფერი არ მოგვისმენია ამ დრომდე აი ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ამათვის არაფერი, ამათვის ხან იმას დააბრალებენ, ხან ამას, მაგრამ ეხლა არჩილი როცა ამბობს, ამ შემთხვევაში არჩილი გამოცდილია და მარტო იქიდან არის გამოცდილი, რომ მე ვიცი, რადგან ჩემი მეგობარია და იმიტომ არ ვამბობ, არჩილმა 26 მაისის პარკის ტბა გადაარჩინა, განადგურების პირზე იყო, უკვე რამოდენიმე დღე იყო დარჩენილი და თავისი გამოცდილება ჩადო, არამედ რაღაც ვიღაციდან გადმოღებული და გადაარჩინა ეს პარკი რაც ფუნქციონირებს. აი ამით მარტო არჩილის ნურიგელის ტბის პრობლემებზე ყველა შეუძლია მოიკითხოს. არჩილი ძალიან ძლიერ პროფესიონალია და ეს რა თქმა უნდა არჩილია პროფესიონალი თავისი გამოცდილებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრ ჩვეულებრივ ადამიანებმაც იციან, რომ როცა მოიღებ ქვახობს მოიღებ შეცვლი ჭოროს ყველანაირად შეეხები, რა თქმა უნდა, სხვაც დაბა ამხელად სათარჯენებს ვაშენებ და ამახინჯებ. ასევე კუნძულს ვაშენებთ ქალაქში, კუნძულით შენდება. კუნძულის დაიტბორა ის კუნძულის პრობლემაში ეხლა და აი ეს ეხლა ჩემი აზრით ისა რა ქვია, წარღვნა არის ქვია რა, აი რაღაცა შემოაგდენ ისეთ იმას, რომ აი წარღვნა იწყებოდა ხალხს ეტყვი, რომ აი დაიწყებს ხალხი ეხლა იმას. ჩემი აზრით ძალიან კატასტროფული მდგომარეობა ამას რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ჭირდება პროფესიონალი ხალხი, რომლებიც ამათთან ვერ ხედავ პროფესიონალი, ამათთან ხედავ ფული უნდა იშოვონ და მეტი არაფერი არ ინტერესებს ფაქტის სახეზე, იმიტომ რომ ერთი კორპუსი რო შედება, ხო შეიძლება რა, თუ ადამიანს ქვეყანა აინტერესებს და თავისი
აქ ხო არაპირებენ ესეთი ცხოვრებას ხო კეთაგული ინვესტიციებს აღებ ერთ კორპუსს ხო შეიძლება ერთი სართული პარკინგი მიცე რომ ავტომობილებმა არ შეუქმნას საზოგადოებას რომ არც ოცნების რა ბრალიავა ახლა ერთი მოქალაქე კითხულობს კომენტარებში რა როგორ აუხსით იგივე ზღვის სიმღვრივეს და ამ კატასტროფულ მაჩვენებელს რალი ის არის რომ როცა არაოფიციალურად მიცემ ჭოროს ზედმეტად ამოიღებ ქვაღლობს სხვა რისილება ისე ერთი ლიცენზია რაც არის გაცემული ისიც სადაო რამენად იქ ხდება გააზრება გარემოს დაცვითი ინტერესების და იმის რომ არ დაირღვეს იქ მდინარის ეკოსისტემა ხო? ხმაოდ ეგ არის და აქედან გამომდინარე ხდება ეს პრობლემა ეგ მერაც ვიცი და პროფესიონალებმა რაც იციან მოусვინონ ბატონო ჩვენს არჩის და ის გეტყვის ყველაფერს აუხსნეს და ეხლა ლოგიკურად მოდი ესე შევხედოთ რა ბრალია ის ბრალია რომ ყურადღებით უნდა იყოს შენს ქვეყანას და შენს ქალაქს და უნდა ქონდეს კონცეფცია აი ავიღოთ კომუნისტები ხო მე შეიძლება არ მოწოდა კომუნისტები რაღაც იმიტომ რომ ღმერთი იყო სტალინი და ღმერთი არ შეიძლებოდა ხო ლოცვაც არ შეიძლება არაფერი არ შეიძლება მადლობა დაბადების შესაძლებლობა აი ეს ეხა ხვიდან რომ მოდის ესე ქუჩები რო არის დახაზული კომუნისტები რო დახაზული და გულის სამავტყოფო იყო იოდი შემოდიოდა და გულის სამავტყოფო იყო ურეხში აი ესე დაალაგეს კონცეფცია ქონდათ და ამ კონცეფციას რო დააღლო აქეთ რო ამოაშენებ ამ სახლებს გადაკედლავ ეს ხო თქვენზე მოქმედებს ეხა აქ ოცნება და იმაზე კი არის საუბარი აქ არის საუბარი ჩვენ სიცოცხლეზე მზე რო არ გიდგება რა არის ხო მზე ახლა ფილოსოფიურად ვთქვა და ქართულად რო ვთქვა ბორჯღალი რა არის მზე გადამრჩენი ჩვენი და მზე რო არ მოგიდგება და ამ სირისში რო დალპები და რო დაგემართება და ავადდება ზღვაც რომ უკვე ტალახი იქნება და ვეღარც გიცურა ავიღოთ მაგალითად ხო ზღვაზე ახლა ვისაუბროთ რა ზღვა იფილტრება კვარიათი სუფთა ზღვა კვარიათში არის სუფთა ზღვა არის ამას გვეუბნება ჩვენ ოცნების არალეგიტიმური მთავრობა კაცება სინჯები კვლევები სუფთა ზღვა არის ჩვენი ზღვა ხო ეს არის ოფიციალური ვერსია შავი ზღვა სუფთა ზღვა არის რა თქმა უნდა მაგრამ უკეთესი შეიძლება რომ ადამიანები არ დავამტყუდეს იმ ზღვაში კვარიათი სუფთა ზღვა არის კვარიათი იმ დონეზე სუფთა ადგილია რომ ის რაც შედის იქ არ ჩანს თორე სოფლებში აქვთ ისა რა ქვია ის კანალიზაციის სისტემა გაყვანილია ბათუმშიც კი არ არის ბევრ ადგილზე ვქოთ ახალ ბულვარში და დასახლებაში ახლა თუ გინდათ არ არის კანალიზაციის ესე ისხოროთ რომ დღეს ისხოროთ და მომავალ შვილებზე არ ფიქრობთ კი ბატონო მიდით მიეცით ხმა ერთი აფიშაა გამოკრული ქალაქში ესე მე არ მომწია ერთი აფიშა იყოს გამოკრული და მიდით მიეცით ხმა რა ვიცი ახლა მე ჩემი ინდივიდუალური პრობლემა გებუაძეს პრობლემა თუ ის პოლიციელი როცებს ხავს და დადის და ეს პრობლემები უკვე როგორ არის იცი შევეჩვიეთ სიკვდილს ბავშვების თუ ადამიანების ცემას და ეხლა ზღვა მოგვადგა მე ზღვაზე რა მოხდა კაცო ეს ზღვა მე რა მოხდა პალმა არ აშენდა რა ვიცი ხა რა გითხრათ რა კუზია სამარე გაასწორებსო და არის უამრავი ადამიანი ღმერთს მადლობა რომ უამრავი ადამიანია უმრავლესობა არის მოაზროვნე და უკვე ხვდება ხალხი და იმედია ვიტყვის და სამართალი გაიმართოს თქვენ ასე ხედავთ რომ დღეს იაზრებს უმრავლესობას ჩვენ საზოგადოებაში რა საფრთხის წინაშეც არის ახლა ქვეყანა მე ჩემს სახლობაში რომ ხედავ რა თქმა უნდა ისეთ რაღაცებს რომ ადამიანები არიან პროპაგანდით, იმედის არხით და ის პოზიტივით. ვიღაცა გაბრაზებული არის წინა მთავრობასთან და უსმენენ ამას და იჯერებენ რომ არ მოვიდეს ეხა ის რა ქვია ნაციონალები, ყველას ნაციონალებს ეძახიან და რაღაცა არ მოვიდეს ოღონდ და თუ გინდა მოვიდეს იგი რა ქვია. არა. აი ესე უყურებენ, იმიტომ რომ ის დაწყენია და გადაართედო, საერთოდ არ უყუროთ და რეალურად შევხედოთ რა. რეალურად შევხედოთ ცხოვრება როგორ მიდის რა. რა ვიცი მოსწონთ ალბათ რა ეს უკატალიზატორო მანქანები დაავადებული ხალხი გამონაბოლქვი რას იწევს კატალიზატორი არის მანქანებში 70%-ში კი არა 90%-ში კატალიზატორი არ დევს ქირაობენ კატალიზატორს და გადიან იმას რა ქვია შემოწმებას და ის გამონაბოლქვია მე რომ სახში სიმსივნის რო გტება ადამიანებია ჩემს რა ვიცი ამა ჩემი ვიზა ჩემი გვარში საახლობლოში არ ყავთ საჭმელი რა გვაქვს საჭმელი რა საჭმელი გვაქვს რა ვსჭამთ ვიდით მაღაზიაში და არც აკვირდება ერთი აღმოჩნდა ხო რომ ერთ შემთხვევაში რძედა ეს პროდუქტები იყო სკინტიანი რძედა ეს სკინტის სკანდალი ცალკე იყო როცა ადამიანებს ეგონათ რომ ეს პროდუქტებს ჭამ და ასევე შემდეგ სასმელთან დაკავშირებული სკანდალი იყო ხო როცა ეგონათ ადამიანებს რომ ძვირადღირებულ სასმელებს ავებთ თქვა ჩივას და აღმოჩნდა რომ გორში დამზადებული რაღაც კუსტარულ საძარმოში დამზადებული სასმელი მე არ ვსვამდი მაგრამ თვითონ სვამდი და ესა უბედურება რომ თვითონ სუნთქავს ამ გამონაბოლქვ თვითონ შუშის სახლში ცხოვრობენ და კაი იმაზე ცხოვრობენ თემში ცხოვრობენ კარგ ადგილებში და თქვენ ხალხი რო არ აინტერესებს მაგი მეკვირს ეს ხალხი რა ჭირს ამ ხალხს მაგრამ რა ჭირს
პროპაგანდა, შვიდობა, შიში, ომი არ დაიწყოს, რა ომი, სომხეთმა ჩავიდა, აზერბაიჯანმა ჩავიდა, ამერიკაშიც, რუსეთშიც, ყველგან ომი არ დაწყებული. მაგრამ ბევრს აქვს არგუმენტი, რომ აი ძლიერი ლიდერი არ არის ოპოზიციაში, სტრატეგია არ არის, რომ გამოვიდეთ რა შეიცვლება, ასეთი განწყობა ძალიან ბევრს არის. ეს კოალიციური მთავრობა რა უქნათ ეხლა ინგლისელები და ისინი არ ყავს ოპოზიციონერებმა და ვინც ყავს უამრავი განათლებული ახალგაზრდები მოусვინეთ, გადახედეთ, ნახეთ რა საუბრობენ, განათლება მიღებული ზოგსი საბედნიეროდ იმაში არ აქვს განათლება მიღებული და ჩეჩნეთში და იმაში და როსტოვში. ანუ დაბნეულობა ხალხში, მაგრამ აუცილებლად ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და იქნება მრავალპარტიულ საირჩევს და ვისაც უნდა ხმა იმას მიცეს. ეს ნაციონალები ხართ ყველა, ის ხართ ყველა ნაციონალებს უყურებთ, კაცო, მასე ბაბუცანატრელი გახდა. მასეთ უყურებთ რა ამ ქვეყანას. ესეთი რამ ყოფილა, აგერა, ვქივართ ახლა 70 ადამიანი. ესეთი რამ ყოფილა აჭარაში, ყოფილა თავმჯდომარე ამ დღეში. უკვე 298 დღეა, რაც გრძელდება და იმართება საპროტესტო აქციები. რუსეთთან ქონდა მონღოლებთან ბრძოლა ყოველთვის, გვექნება სანამ ჩვენ ვიბრძოლებთ და ეხლა შვიდობის იმით რა ქვია, შიშით და იმის შიშით ხალხში დათეს ეს შიში ერთმა მითხრა რომ ცისფერები თვითონავებით უნდა ჩამოიყვანო ევროპიდან ცისფერები და ესეთ რაღაცებს დაიჯერებდა რა ვიცი ვერ წარმომიდგენი მე არავის არ ვაკრიტიკებ ყველას თავის შეხედულება კი ბატონო მოგწონდეს მაგრამ შენი პროტესტი უნდა გამოთქვა შენი პროტესტი უნდა თქვა კი არ უნდა განადიდო კაცი და ადიდო რომ შენ მაგარი ხარ და ეს გააკეთი იქ რაღაც ხო არის არა შესწავლები ის თქვი მაინც მაგრამ იმის თქმის ეშინია ის რომ თქვას მე თავისი დირექტორი თუ მეზობელი იტყვის რომ ეს ნაციონალია თუ აკრიტიკებს ესე იგი ნაციონალია და მოდი შევქმნათ პრობლემა და არ უნდა იმ კაც პრობლემა და ჩუმად არის ან აქებს ადიდებს ან ჩუმად არის და შეშინებული არის და რა ვქნათ სანამ უნდა იყოს შეშინებული და ჩვენ შვილები კლათ ისინი ენება ეტაპობრივად რა ვიცი ძალიან აი ხო ეს პრობლემები არის პატარა პრობლემები თქვით დიდი პრობლემები ის უნდა ითქვას რომ ჩამოვცილდით ცივილიზებულ სამყაროს ცივილიზებულ რომელია იცით მეგობრებო ავტომობილებში რომ ზიხარ და პულს რო აჭერთ ავტომობილი რომ მერცედეს რო ეძახით BMW-ს რო ეძახით და რომ მარიაჟო მეორადი მანქანები რო შემოდის თან აი ის არის ის ცივილიზებული ქვეყნები უშოს იმას და აი ის ქვეყნები ჩვენ აღარ გვესაუბრება და ჩვენ გვესაუბრება კადიროვი ძმაკაცობს არაბთა გაერთიანებული საამიროების არაბთულია კი ბატონო მაგრამ ლიდერი იყო ასევე ჩამოსული ივანიშვილი შეხვდა ისტორია შეხედეთ რომ გვიშვებოდნენ კარგი თურქების გვიშვებოდნენ მას მაგრამ მე 90-იანებში დაგვეხმარა რუსეთმა რომ ბლოკადა მოგვიწოდა შვილობას აპირებდნენ ჩვენსაც და თავის განადგურებას თურქებმა პური მოგცა ეს ისტორიაში წერია ჩვენ ისტორიულ თურქებს კი არ ვადიდებთ იმაში მაგრამ დღევანდელ დღეს მეგობრული ურთიერთობა არის და არ არღვევს არნაირ პირობას ხო ვიხმარეს ახლა ჩვენ შეიძლება გენეტიკურად გვაქვს რომ სიძულვი და ჩამოდიან აგერ ეუბნებიან რომ მედია არის ჩვენი ის იყო ეს იყო და რაღაცა და ეს ანუ პრობლემა არის განათლების იმ ადამიანებში ზოგჯერ წიგნიც არ არის თავარი წაიკითხო და ისა თავარი როგორ არის მაგრამ თავარია შეხედულებს შენს ოჯახს შეხედო 3000 ლარი რო გაქვს ხელფასი და ტანსაცმელი და ჭამა და სადღეგრძელო ზუსტად კომუნისტების დროს მუცელი ღიპი ვისაც ჰქონდა დიდი ღიპი და ვინც კარგად სადღეგრძელოს იზახოდა ის მაგარი კაცი იყო აი ახლა შორს აღარ წავალ ეს ყველაფერი კომუნისტური მიდგომები და თან ცოტა ცივილიზებული შემოაგდეს და ესეა ესე ხდება კომუნისტების იზახოდნენ მშვიდობა და კი ბატონო აგერ ამ მშვიდობა მე დაიქცევა დაიშლება რუსეთი აუცილებლად მე ესე ვხედავ დიდი მადლობა მადლობა ეს მანხაზირემაძე იყო არსებობთ ბათუმელები და თავისუფლება ყველა ჩვენს ყველა პატიმრებს აუცილებლად ყველა განთავისუფლება დიდი მადლობა ეს მანხაზირემაძე იყო პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და მოდი კიდევ ერთ მონაწილეს მოვუსმინოთ ზურაბ ირემაძე მოგესალმებით ბატონო ზურაბ ირემაძე გესმრა და მეორე სისაფრში ირემაძეები ყავს დღეს მოკეთ აქტიურად ჩვენს ეთერში
თქვენ თუ იყავით ზღვის სანაპიროზე გუშინ ან დღეს, როცა ზღვა იყო უშუალოდ მღვრიე და სპეციალისტი ეკოლოგი ამბობს, ზღვის ბიოლოგი არჩილ გუჩპანიძე, ისიც პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ამბობს, რომ ასეთი მღვრიე ზღვა ისტორიაში არასდროს არ ყოფილა და ეს მან შეამოწმა სპეციალური ხელსაწყობით, ორი ხელსაწყოთი და არის კატასტროფული მაჩვენებელი, რომელიც პირდაპირ უქმნის საფრთხეს ზღვის ეკოსისტემას და რომ ჩვენ შეიძლება მალე ზღვა აღარ გქონდეს, აქოდაც მისაცვა ტალახი და ტურისტული ინტერესიც დაიკარგოს ბათუმში, იმიტომ რომ ახლა ზღვა თუ არ იქნება, ვერ იქნება ბუნებრივია ტურისტული ინტერესი. ეს პირდაპირ ნიშნავს იმ დამოკიდებულების შედეგს, რაც ჩვენ გვაქვს იგივე მდინარეებთან დაკავშირებით, სადაც იღებენ ინერტულ მასალას ყოველგვარი გარემოსდაცვითი ინტერესის გარეშე, მათ შორის მაშინაც კი, როცა ლიცენზია აქვს გაცემული რომელიმე სამთავრობო უწყებას. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? შავ ზღვას ალბათ 3 ადამიანის გარდა ასეთი მტერი არ ყოლია. 3 ადამიანს გულისხმობ. ეს არის ნომერ პირველი მტერი შავი ზღვისა პუტინი, რომელმაც შარშან უკრაინაში კითეთ მხედი აფეთქა და ძალიან სერიოზულად დააბინძურა ზღვა, შავი ზღვა. მეორე მტერი გულისხმობ ერდოღანს, რომელმაც შავ ზღვაში პირდაპირ ლიანდაგი გააკეთა და ძალიან ბევრი ქვანახშირი და ძალიან ბევრი 1000 რაღაცა ჩაყარეს, რამით ბოლოს და ბოლოს მატარებელი გადის და მესამე მტერი ივანიშვილი. 3 მტერი ყავს ამ შამოზღვას, 3 მტერი და ზღვა როგორი თემა არის? თუ შეეხები შეგიხები. მოგამიგე ადამიანს რო დედაში აგინო და დაგარტყას. იგივე სცენარია და ზღვა შეეხები გვიბრუნებს პასუხს ჩვენ ახლა შავი ზღვა ბოროტი დამოკიდებულების გამო. და ის შეეხები შეგიხება რა თქმა უნდა თავისთავად და ამიტომ ამბობ შავი ზღვის ისტორია 3 მტერი ყავდა შავ ზღვას. ეს არის პუტინი, ერდოღანი და ივანიშვილი. გავიგეთ. ხო, გამოსავალს რა შეხედავთ? იგივე შავ ზღვასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება მოევლოს ამ პრობლემას და შეიცვალოს პოლიტიკა, მათ შორის შავ ზღვასთან დაკავშირებით. გამოსავალი ერთადერთია, რომ აღარ უნდა შეეხო მეტად და რა თქმა უნდა თავისთავად მე დროთა განმავლობაში ხალი ყველაფერს საუკეთესო გვაძლევს ადამიანს, გამიგე. შეეხები, თუ გავარესტებ სიტუაცია და არ შეეხები, დამშვიდება სიტუაცია, ხო გამიგე. მაგალითად, წვიმა რატო არის? რომ დაბინძურდება სამყარო, ის წვიმა ასუქთა ეს, ხო? ეს უფლის მიერ შექმნილი ბუნება არის ასე. სამყარო ასე, ხო გამიგე. სამყარო ვერ იარსება წვიმის გარეშე. ისე რომ მზის გარეშე ვერ იარსება, ხო? რა თქმა უნდა თავისთავად ბუნებას არ უნდა შეეხები, შეკეხები. ეს ჩვეულებრივი ფაქტია, ჩვეულებრივი მოვლენაა. მე დღეს მინდა ვისაუბრო სამართლებთან დაკავშირებით. სამართლებთან დაკავშირებით. ანუ მაგალითად ძალიან ბევრი სამართლებო სპეციალურად მიზანდასახელად რადგან დაფინანსებას ღებულობს ერთი სიტყვა სახელმწიფოსგან აკეთებს ეს რაღაცა. თუ მაგალითად კუჭებკივა მე მაგალითად რომ მივედი სამართლებოში შეიძლება სასწრაფოდ კუჭის ოპერაცია გჭირდება. რატო? იმიტომ დაფინანსება მიიღო. ეს ერთი და მეორე. კატეგორიულად კანონით უნდა აიგზავნოს სამართლებოებს, უნდა აიგზავნოს აფთიაქების ფლობა. ანუ სამართლობის მეპატრონებს არ უნდა ქონდეთ აფთიაქება. რატო? რაც ხშირია. რა თქმა უნდა მიზან დასახულად აგზავნიან ავანტყოფენ თავიანთ სამართლოებში. უჩივია ნატყუებენ მოქალაქეებს რომ ისეთ რა ამად ამ აფთიაქში მიბრძანეთ და იაფიან წამალს მოგცემენ. სინამდვილე იაფიან წამალს კი არ აძლევენ. მიზან დასახულად გააზრებულად ძვირიან წამალს უწერენ. რატო? იმიტომ რომ გაყიდო, გაასაღო და ფული იშო. ანუ თქვენ ქონიათ გავსი შემთხვევა პრაქტიკაში. როგორ ქონიათ და მეგობრებსაც ქონიათ ასეთი შემთხვევა, ხო გამიგე? 10 ლარიანი წამალზე მაგალითად გიშვებს აფთიაქში და 30 ლარიან წამალს გაყიდიებს. რატო? იმიტომ რომ მისი ბიზნესია, მისი ინტერესია, ხო გამიგე? მის ინტერესებს შედგა. ეს არის ძალიან დიდი კორუფციის ბუდე, ძალიან დიდი კორუფციის წყარო. სამართლობები გადაიქცა კორუფციის ბუდეს. ხო გამიგე? და ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა ჭირდება რეაგირება მოსახლეობისგანაც და რა თქმა უნდა მარტო მე კი არ უნდა გავამახვილო ყურადღება. ყველამ უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ ადამიანები სიცოცხლე და ჯანმრთელობას ეხება. ხო გამიგე? ისე როგორც მაგალითად თქვენთან ბათუმელებს ვისაუბრე, აგერო ახალგაზრდებს ყოფენ ხვნილით და ტაბლეტებით მეტი. კოქტეილებს რო უყრიან მეტი. აგერ ბულვარში რო ხდება, რაც ხდება, ხო გამიგე? და 1000-ნაირი სიბინძური და 1000-ნაირი სიბილძე ხდება, რა თქმა უნდა ახალგაზრდობაში. რატო? რატო ხდება? ვინ აგებს ამ ყველაფერზე პასუხს? ახლა პატიმარ სააკაშვილო მოთხოვ პასუხი? მე საკმარისია რას ლანძღე მეკაცი სიტყვაზე მაგალითად, ხო? ეხლა 4 ოქტომბერს გითხარით, ბოლოს რა მოლდინია თქვენ პირადად და უერთდებით თუ არა იმ საპროტესტო აქციას, რომელიც გაემართება 4-ში 4 საათზე რუსთაველის გამზირზე? ყველა თუ გითხრათ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მე ძალიან დიდი მოლოდინი არ მაქვს. გამიგე და გეტყვი რატო? საბედისწერო შესწავლად მე ერთგვარ შევასმისებ მოძრაობას უშვებენ რაც გულისხმობ ახლა.
ოპოზიციას პირიქით ნაცმოძრავ ადეშკა უნდა მისი კერძო შეაფერხოს მაგალითად გულისხმობ ლელოს და გახარიას ნაცმოძრავ გამოვიდეს და უნდა სხვას რომ ხმა მიეცით ხალხო ოპოზიციას და ქუჩაშიც გამოვიდეს თქვენ აპირებთ ან არჩევნებში მონაწილეობას მინდიხარ არჩევნებზე არჩევნებში მიიღებ მონაწილეობა ქუჩაშიც გავალ და ნაცმოძრავ რომ ეთქვის ხალხს რომ ხმას მიეცით გახარიას იქნება თუ ლელო იქნება რომელიც უნდა რა ხედავთ დღეს ამ არჩევნებში რა აზრი აქვს ამ არჩევნებში მონაწილეობას თქვენთვის როგორც ერთი ამორჩევლისთვის მოდი ასე დავსვათ კითხვა როცა ოპოზიცია უჩივა მოქალაქეებს რომ არჩევნებში არ მიხვდნენ ვის სასარგებლოდ მუშაობს ეს სიტყვები მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა რა ასრულებს პირიქით იქნება ქართველებს ხომ არ აწყობს ეს სიტყვები მუშაობს ოცნების სასარგებლოდ იმიტომ რომ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებს შემოძმაყურე შენ ატორმუზე ახლა ნაცმოძრავო თუ მოუწედებს რომ არჩევნებში არ მიხვდეს ოცნების მომხრები აღარ მივლენ რომ არსებობს იმის შანსი ნახეთ ოცნების მომხრები აღარ მივლენ მაგრამ ნახეთ ობიექტურად არსებობს იმის საშუალება რომ ჩადარდეს ისეთი მიუკერძობილი არჩევნები რომც კონდეს ძალემაღალ რეიტინგი რომელიმე ოპოზიციურ პარტიას რომ მან მოიგოს ეს არჩევნები თქვენ ამას უშვებთ ამის 1%-ს არსებობს და არანაირი პირობები არ არსებობს იმისთვის ამას ამობენ პირდაპირ სპეციალისტები რომ არჩევნები ჩადარდეს ობიექტურად და სამართლიანად შეცვლილია კანონიც დაკვრების საშუალებაც კი აღარ გაქვს. ვთქვათ, ვიღაც დამკვირვებელი რომ იყოს არჩევნებზე, მას არ აქვს თქმა, რომ შეუმოწმოს ამომრჩევს, რომელიც შევა უბანზე, რა პირადობის მოწმობით შედის. აი პირადობა რომ შეუმოწმოთ, თქვენ დამკვირვებელი რომ იყოთ, ვერ შეუმოწმებთ. ამ მასშტაბზე ვქო ლაპარაკი. ლაპარაკი აღარ იმაზე რომ უთო აღარ დააკვირდება ამ არჩევნებს, რომ მედია აქამდე არ ყოფილა ისეთი წნეხის ქვეშა და განადგურებას ცდილობს თუნდაც ქართული ოცნება, რომ კანონმდებლობა თვითონ საარჩევნო კანონმდებლობა შეცვლილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თვითონ პოლიტიზებულია და ექვემდებარება ქართული ოცნების. აი ამ პირობებში რა საშუალება რჩება, რა საშუალება დატოვა ქართულმა ოცნებამ, რომ არჩევნებში მონაწილეობას ქონდეს აზრი. თქვენ რა აზრს ხედავთ, როგორც ერთი ამორჩეველი? ხელისუფლება შეიძლება გაგიყალოს არჩევნები 10%, 30% ვერსეთი ხელისუფლება ვერ გაგიყალოს. სიყალბე. ეს უკვე სიყალბეა, ვინც მაგას ამბობს 30% გააყალბა. ამიტომ დარჩენილი არის ერთ-ერთი გზა კიდევ ერთხელ ვიყო. შენ ოპოზიციას უნდა მისცე პადეშკა, შენ უმარღებულობ მონაწილეობას. მიაცი რაში უნდა დაუჭიროს მხარი, თუ კი ხედავს რომ ეს ხელს აძლევს ქართულ ოცნებას, რომ მან ლეგიტიმაცია გარკვეულწილად შიდა აუდიტორიაში სცადოს, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს. იმიტომ მოითხოვს რომ ის ხედავს რომ დღეს პოლიტიკური სიტუაცია წდება არა საარჩევნო უბანზე რომელსაც მუდმივად აყალბებს ქართული ოცნება და აქვს მიტაცებული ძალაუფლება და მიტაცებული ხელისუფლება ხელში და დღემდე ახერხებს მის შენარჩუნებას არამედ პოლიტიკური სიტუაცია წდება ქუჩაში ქუჩის საპროტესტო აქციები რომელიც არის ერთადერთი სივრცე სადაც შენ შეგიძლია შეცვალო შენი ქვეყნის და შენი ცხოვრება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ქუჩა არ მოწონს საქართველოს მოსახლეობის უმცირესობას მოწონს ქუჩა და რევოლუცია და გადატრიალება უმცირესობას მოწონს. ეს ყოველთვის ასე ხდება. საქართველოს რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ესე გამსახურდიათ როსაც, შევანაის როსაც, სააკაშვილის როსაც ყოველთვის უმცირესობას მოწონს ქუჩა. უმრავლესობას ქუჩა არ მოწონს ერთი წამი. უმრავლესობას ქუჩა არ მოწონს და აქედან გამომდინარე იმაზე საუბარი რომ ინდა არ გინდა ქუჩაში უნდა გამოხვიდეთ ეს უკვე სიყალბე უმრავლესობის. არა ნახეთ, ბუნებრივია ყველას უნდა რომ ცივილურად მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გამოხატოს არჩევანი. თქვენ დავაბრძო იმას უხარია ასე ხანძრევად თუნდაც 300 დღე ქუჩაში დგომათ მათ შორის თქვენს რო დგახართ ქუჩაში ხო ყინვასა და თოვლში და არიქა დინაგდა ქუჩაში უნდა ვიდგოთ წლებით ეს ბუნებრივია არ უხარია არავის. მაგრამ რამეთ არის რეალური ის რომ თქვენ მაგალითად თქვენ მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე შემოხაზეთ ბიულეტენზე თქვენი სასურველი პარტია ჩააგდოთ შემდეგ ეს ყუთში და შემდეგ დადგეს რეალური როგორც ეს ხდება ევროპის ქვეყანაში, ხო? ამის ეს რამაც რეალურია ესეთი სცენარი. ამაზეა ახლა პარაკი, თორე ბუნებრივია ახლა ყოველთვის უნდა არჩევნები, სამართლიანი არჩევნები. პირადად შემოწმებული, რას არ უნდა მომიწოდეს მას მოძრაობა არჩევნებში არ მიხვდი, მე მიცლელება არჩევნებში და ქუჩაში გამცლელებს. ხო გამიგე? არჩევნებში მივალ ანუ ორივე გზას ირჩევთ, ხო, როგორც არჩევნებს, ასევე საპროტესტო აქციებს. გული დამწყდა და გული მაგ დაწყვეტილი ნაცმოძრაობა და შენ ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობ არჩევნებთან დაკავშირებით და ოპოზიციას მოუწოდებ, თავრობას მოუწოდებ და საზოგადოებას ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას რომ არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა და ეს თავრობის სასარგებლოდ მუშაობს. გავიგე თქვენი არგუმენტი, დიდი მადლობა. ამიტომ რა თქმა უნდა აუცილებელია რა, აუცილებელია რომ პირიქით ნაცმოძრაობა მოუწოდებს არჩევნებში მიდით და ქუჩაშიც გამოდით. ეს უფრო მეტად იმუშავებს საზოგადოების წინაშე, ხო გამიგე? უმრავლესობის წინაშე. მე მაგალითად ახლა შევარიანს გეტყვი. მე ხომ იცით რომ ვიყავ ოცნების ხარდამჭერი მაგალითად 12 წელი, ხო? მე რომ მაგალითად სიტყვაზე
რა აღმოჩნდა ესე გადამწყვეტი ფაქტორი, აი კრიტიკული ზღვარი, რის გამოც რომლის შემდეგაც თქვენ აღარ ხართ ოცნების მხარდამჭერი. რა აღმოჩნდა? კრიტიკული ზღვარი რომელი ფაქტი აღმოჩნდა? ნომერ პირველი იყო ჩემი შეეული ხელისუფლება, როცა ჩემი ხალხის ცემატყები დაგავდა. ეს იყო ნომერ პირველი. ანუ როცა ნახეთ ძალადობა ქუჩაში. რა თქმა უნდა, თავისე 7 ნოემბერი და 26 მაისზე ლაპარაკო და მალაპარაკებდნენ მე წლების განმავლობაში და მრავალი 7 ნოემბერი და მრავალი 26 მაისი დაგმიტრიალეს და ბუნებრივია ეს იყო ჩემი თავარი მიზეზი და მიზანიც რომ თქვი ოცნებაზე ვარი. ამიტომ რა თქმა უნდა თავისთავად საზოგადოება კრიტიკული არის რა თქმა უნდა თავისთავად ხელისუფლების მიმართ, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ირჩევს რას? არჩევას. და არჩევნებს რომ საზოგადოება დაინახავს კიდევ ერთხელ დამატებითად რომ გაყალბდა, ის გაბრაზებული საზოგადოება სახში კი ადარჩება. გამოვა ქუჩაში, მაგრამ შენ ასე მოუწოდო მაგალითად თქვა ოცნების აუმშევას ნაცმოძრაობა რომ არჩევნებში არ მიხვიდე, ფეხებზე კიდია. ეს თავისთავად ნაცმოძრაობის მოწოდებით ოცნების აუმშეველი ხომ სახში ადარჩება. ოცნების აუმშეველი თავისთავად მობილიზდება და მივა არჩევნებში და ოპოზიციის მოსახლეობას რომ მოუწოდე ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას არჩევნებში არ მიხვიდე, ეს მუშაობს თავრობის სასარგებლოდ. ეს არის მავნებლობა და ამას გულისხმობ. გავიგეთ თქვენი მოსაზრება, დიდი მადლობა. ნელოს და გახარია სასარგებლოდ, ეს უკვე მავნებლობა არის. სასარგებლო მოქმედება კი აღარ არის. გავიგეთ თქვენ. რა თქმა უნდა, ერთადერთი გამოსავალი ეს არის თხოვნით მიმართონ აზმოძრაობას, რომ მოუწოდეს პირიქით, რომ მიეცით ხმა. ალელოს ან გახარიათ მათი სურვილია, რომელიც ჰქონდათ იმას. გავიგეთ თქვენი მოსაზრება. არის ერთადერთი რომ დიდი მადლობა. არ დავკარგოთ მუხტი. მადლობა. ეს ზურაბ ირემაძე იყო პროპულის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბათუმში. ესეთი განწყობები აქვს დღეს მოქალაქეებს და მოვისმინეთ მათი კომენტარები, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, როგორც იყო შავი ზღვის დაბინძურება და ეკოსისტემის განადგურების პრობლემა. კატასტროფულია ეს შედეგი, რომელიც დააფიქსირდა სიმღვრივის შემოწმების შედეგად. ეს შეამოწმა სპეციალისტმა, ექსპერტმა, ზღვის ბიოლოგმა არჩილ გუჩფანიძემ, ჩვენ არ ვიცით სამთავრობო უწყებმა გააკეთეს თუ რაიმე ამ კუთხით, ისინი უბრალოდ მათგან უბრალოდ ვისმენთ იმას, რომ ჩვენ შავი ზღვის წყლის ხარისხი არის დამაკმაყოფილებელი და კარგი, მაგრამ როგორ არის ეს კარგი, ესეც ცალკე მსჯელობის საგანია, მაშინ როცა ბათუმშიც კი არ არის მთლიანად საკანალიზაციო სისტემა და ასევე ხშირად დგას ახალ ბულვარში სუნი ადლის გამწვენ ნაგებობასთან. და განსაკუთრებით ბოლო დღეებში, ბოლო შტორმის დროს უჩვეულოდ ღვრიე იყო შავი ზღვა. ეს ამას პირდაპირ უკავშირებს ექსპერტი და სპეციალისტი არჩილ გუჩფანიძე. მდინარეებში ეკოსისტემის განადგურებას, ინერტული მასალების მოპოვებას, როგორც ლიცენზიით, ასევე ლიცენზიის გარეშე. რადგანაც არჩილ გუჩფანიძე ლაპარაკობს იმაზე, რომ ლიცენზიის შემთხვევაშიც კი გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინების გარეშე მოიპოვებენ ინერტულ მასალას და დარღვეულია მთლიანად ეკოსისტემა მდინარეებში, რომელიც შემოედინება შავ ზღვაში და სწორედ ეს არის ის შედეგი სიმღვრივის კატასტროფული მაჩვენებელი, რომელიც ამ მდინარეების პრობლემას უკავშირდება და არჩილ გუჩფანიძე პროგნოზირებს იმას, რომ ეს შექმნის კიდევ უფრო მწვავე პრობლემას, იმიტომ რომ შავი ზღვის და ბათუმის მიმართ დაიკარგება ტურისტული ინტერესი, რადგანაც ტალახში ბანაობა არავის უნდა ამბობს ექსპერტი. თქვენ შეგიძლიათ ვცლად არჩილ გუჩფანიძის მოსაზრებები ნახოთ მასთან ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნებულია ბათუმელების გვერდზე. ესწრებთ ჩვენს ვებ გვერდებს ბათუმელები და ნეტგაზეთი, რომ ნახოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა საპროტესტო აქციის 298 საღამოს. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.